ადამიანები, რომლებიც უკვე 15 წელია საკუთარი წინაპრების სასაფლაოებზე ვერ მიდიან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ, აღშფოთებულები არიან საქართველოს მთავრობის უმოქმედობით და გაოცებულები იმით, რომ სწორედ ჩრდილოეთ ოსეთიდან 23 პირს მიეცა იმის საშუალება, რომ ჩასულიყო და როგორც ისინი ამბობენ, წინაპრების სასაფლაოები მოენახულებინათ. მთავარი კითხვა ამ ადამიანებს აქვთ იმასთან დაკავშირებით, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება თრუსოს ხეობაში შექმნილ საფრთხეებთან დაკავშირებით, რადგან ხელისუფლებისგან განსხვავებით მათ ძალიან კარგად იციან, რომ ოკუპანტი რუსეთი უკვე ძალიან დიდი ხანია ამ ტერიტორიას მოიხსენებს საქართველოს მიერ ოკუპირებულად და ბუნებრივია საფრთხეებიც ძალიან ბევრი არსებობს. შესაბამისად, ახლა ისინი ელოდებიან ხელისუფლებისგან პასუხს, რას აკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანებმა თავად მოახერხონ გადასვლა საკუთარი წინაპრების სასაფლაოებზე და რატომ არ უშლიან ხელს რუსეთის ქმედებებს. მე ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, ეს არის ქართველი ხალხის ღალატი. განსაკუთრებით სამაჩაბლოდან დევნილი, ცხინვალის რეგიონიდან გამოდევნილი ადამიანების მიმართ. ყოველწლიურად ვიხვეწებით, რომ წელიწადში გამოიყოს ერთი დღე და ეს ადამიანები, ვისაც მიცვალებულები ყავს დარჩენილი იქით მხარეს, გაუშვან სასაფლაოზე, რომ მათ პატივი მიაგონ თავიანთი მიცვალებულების ხსოვნას, დაანთონ სანთელი და ასე შემდეგ, მაგრამ მამაოდ ამაზე თავი არავინ არ შეიწუხა. ჩემი მამის საფლავი 15 წელია თვალით არ მინახია, იქ ფეხი არ დამიდგავს, რომელიც დარჩენილია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ყოველ წელს მიცვალებულის დღეს, აღდგომის მეორე დღეს მივდივარ საოკუპაციო ხაზთან, იმ მწვანე ღობესთან. იქ ვანთებ სანთელს, მიმაქვს ყვავილები, მიმაქვს პასკა, წითელი კვერცხები და მე პირადად ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. თუ მათთვის შეიძლება, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება? ეს არის დისკრიმინაცია, რომელსაც ხელს უწყობს ქართველი ადამიანები, ქართველი ჩინოვნიკები და ქართული სამღვდელოება, რომელიც მოკალათებული არის საპატრიარქოში. ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა წერია რუსული მხარის განცხადებებში, რომ მათ ოფიციალური ნოტა გააგზავნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოხდა პირადი კონტაქტების გამოყენება. სწორედ ამ ნაწილის გამო უკვე გამოძიების დაწყებას ითხოვს ყველა და ექსპერტები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ პირადი კონტაქტების გამოყენება ფაქტობრივად რუსეთის მიერ სადაზვერვო პროცესის ჩატარებას ნიშნავს ქვეყანაში, ამიტომ აუცილებელია პირველ რიგში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთოს განცხადება და საკუთარ უმოქმედობაზე აიღოს პასუხი, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტოს, რა შინაარსის ნოტა მიიღო ოკუპანტი მხარისგან და ვინ იყო ჩართული პირადი კონტაქტების სახით ამ პროცესებში. ქართული ოცნება კი იმის ნაცვლად პასუხისმგებლობას იღებდეს ამ ყველაფერზე, ამბობს, რომ უბრალოდ ვიღაცას სკანდალის შექმნა უნდა. ვინ უზრუნველყო რუსეთის მოქალაქეობის შემოყვანა, დროებით იქნებოდა თუ ეს მუდმივად, რა ფორმატში მოხდა, იყო თუ არა ეს განხილული ჟენევის ფორმატში, ეს საკითხი. აგრეთვე უნდა გაეცეს კითხვაზე პასუხები იმ თვალსაზრისით, რომ დარღვეული იყო თუ არა კანონი ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანი რუსულ განცხადებაში არის პირადი კონტაქტი. პირადი კონტაქტი, როდესაც არანაირი იურიდიული მხარე გაფორმებული არ არის და ამაზე ცალსახად ჩანს, რომ არ ჟენევის ფორმატში იყო განხილული, არც სხვა ფორმატებში, არც დიპლომატიურ დონეზე, ესე იგი პირადი კონტაქტი არის უკვე დაზვერვითი ღონისძიებები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის გამოძიების დაწყება. თუ ამ კითხვაზე პასუხი გაცემული არ იქნება, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ის მცოცავი ოკუპაცია, რომელიც არის საქართველოს წინააღმდეგ, ფაქტურად უკვე თრუსოს ხეობაში რაღაც ბრწყალებში თუ შეიძლება ასე ვთქვათ, დიპლომატურ მცოცავი ოკუპაციის ჭრილში გადაიზარდა. ჩრდილოეთ ოსეთის მოქალაქე არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. რომელსაც შეუძლია საქართველოში შემოსვლა და რომელსაც შეუძლია თუ მისი რომელიმე წინაპარი არის საქართველოში დაკრძალული, მისი საფლავი მოინახოს. გინდათ რომ შექმნათ არაფრისგან ადამიანი შემოვიდა, ვიღაცა რა მნიშვნელობა აქვს, ოსია, ჩეჩენია, რუსია, უკრაინელია და თავის წინაპარის საფლავი მოინახულა და ამაზე ახლა უნდა ავტეხოთ რა საერთაშორისო სკანდალი? არ მითხრახავ. პასუხისმგებელი უწყებები ამ დრომდე დუმილის რეჟიმში იმყოფებიან, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით უბრალოდ ინფორმაცია არ აქვს.